რა უნდა თქვა იმ ადამიანზე, რომელსაც უკვე ბოლომდე აქვს წვენა დაკარგული, მასაც არ წარმოუდგენია, რომ იგი არის პრემიერ-მინისტრი. არაფერი, აქამდე თუ ნომინალური იყო პრემიერ-მინისტრი, იგი უბრალოდ დღეს არის თქვენ უფრო ხართ პრემიერ-მინისტრი, ვიდრე ბატონი კვირიკაშვილი. მერწმუნე თამაში, მაგრამ თავარზე ვისაუბროთ. ყველა დამნაშავის დასჯას აპირებს ხელისუფლება? არა მკვლელებს გულისხმობ მხოლოდ. არამედ იმ ადამიანებს, ვინც ხელს აფარებდა ამ მკვლელებს 6 თვის განმავლობაში. და ეს ადამიანები, ვინც ხელს აფარებდა, არ არიან მხოლოდ პროკურატურაში, ძალოვან სტრუქტურებში მოთავსებული და განთავსებული, როგორც გენებოთ. პოლიტიკური ხელმძღვანელები არიან და არაერთი. ამიტომ ხელისუფლება თუ მზად არის, რომ საკუთარი თავი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს, ანუ თავისი წარმომადგენელი პოლიტიკური რომელიმე ლიდერი. კი ბატონო, დავაკვირდებით ეხლა ამ პროცესებს, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ დღეს რომ და შევთანხმდით, რომ არც ერთ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს უფლება და არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეს საპროტესტო აქციები, რომელიც მიმდინარეობს დედაქალაქის ცენტრში, გამოიყენოს საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ეს არის კიდევ უფრო დიდი დანაშაული, ვიდრე ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა. დიახაც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ აქვს ჩვენი პოლიტიკური მოთხოვნები. ჩვენ ვაკვირდებით, ვნახავთ რა ნაბიჯებს, კიდევ ვაკვირდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქართული ოცნებისა, შეასრულებს თუ არა იმ მოთხოვნებს, რომელიც აქვს გახმოვანებული აქციის ორგანიზატორებს და აი ამის შემდეგ ბუნებრივია პოლიტიკოსები ჩავერთვებით ძალიან აქტიურად ამ პროცესში, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება ძალიან გამჭვირვალე საზოგადოებასთან ერთად. მაგრამ ვითვალისწინებთ რა, რომ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც მოხდა უკანასკნელ პერიოდში. მაჩალიკაშვილის ტრაგედიის შემდეგ ასეთი ტრაგედია არ მოხდა, უბრალოდ მაჩალიკაშვილის ტრაგედია მერე მოხდა დროში, მაგრამ ეს ტრაგედია და მაჩალიკაშვილის ოჯახის ტრაგედია არის მართლაც გაცილებით მიღმა პოლიტიკური საზღვრებისა. და ხალხო რასთან გვაქვს საქმე? ადამიანი ითხოვს, რომ შვილი დამიკლეს, როგორც არა ადამიანი, ვაშკაცი ბავშვი, ჯანღონი ცავსე რაგბისტი ბიჭი 6 თვის განმავლობაში ითხოვდა ევედრებოდა საზოგადოებას, ხელისუფლებას, დამიდექი გვერდში და არავინ ყური არ შეიბერხა. და დღეს ჩვენ რესტორნებში, დისკოტეკებზე, სახინკლეებში, დაბადების დღეებზე და ქორწილებში უნდა გამოდით ხალხო და ამ ადამიანს გვერდში ყველანი დაუდგეთ. ყველანი თქვენ იყავით უფრო აქტიურები, ვიდრე ოპოზიციური პარტიის ლიდერები. თქვენ იყავით, თქვენ დაუდექით, თქვენ მამებო, თქვენ დედებო, თქვენ ბებიებო და ბაბუებო. ყოჩაღ ზაზა სარალიძეს ამდენის მოთმენა შეუძლია. მე პირდაპირ ვაღიარებ და აი აღიარებას გეტყვით ეხა. ჯვარი მწერია და ღმერთმა დაიფაროს. ასეთი ტრაგედია ჩემ ოჯახში, მაგრამ ან დასჯილი იქნებოდა დღემდე ის ყველი, ან მე არ ვიქნებოდი ცოცხალი, ან ის ყველი არ იქნებოდა ცოცხალი. რას ლაპარაკობთ ხალხო, რაზე გვაქვს საუბარი და ვიღაცა ეხა სუსი თელ თავის ფინანსურ რესურსს ახარჯავს სოციალურ ქსელს, იმიტომ რომ მოახდინოს დისკრედიტაცია ზაზა სარალიძეს ოჯახისა. ნაცვლად იმისა, რომ რეალური მკვლელები დასაჯოს და პოლიტიკური ის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც აფარებდა ხელს, მაგრამ ამას არ აპირებს ქართული ოცნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ველოდებით უახლოესი დღეები ჩვენ ამას დაგვანახებს და ყველანი დავწმუნდებით.